951 ამოცანა. იპოვეთ 160 ნიუტონი გაყოფილი მეტრზე სიხისტის ზამბარაზე დაკიდებული 400 გრამი მასის ტვირთის რხევის სიხშირე. ჩავწეროთ მოცემულობა K სიხისტე არის 160 ნიუტონი გაყოფილი მეტრზე და ტვირთის მასა M არის 400 გრამი. გვეკითხებიან სიხშირეს. მოდი აღვნიშნოთ ნიუტი სიხშირე. შეგახსენებთ, რომ თუ თქვა ზამბარაზე, აი თქვა ეგეთი ვარიანტი არის, ესე იგი არა აქვს მნიშვნელობა. ზამბარაზე არის რაღაცა M მასის ტვირთი მოთავსებული და ამას გამოიყვანთ ტვირთს წონასწორობის მდგომარეობიდან, აღიძვრება დრეკადობის ზალა და ის ანიჭებს აჩქარებას ამ სხეულს. ესე იგი გამტოლება ესეთნაირად დაეწერება, ესე იგი M გამრავლებული A-ზე არის მინუს K გამრავლებული X-ზე. აქედან აჩქარება, მისი X დგენელი არის მინუს K შეფარდებული M-ზე X-ზე. აი ამ სიდიდეს K გაყოფილი M-ზე, აი ზუსტად ეგ არის ომეგა კვადრატი, ციკლიური სიხშირის კვადრატი. ანუ ომეგა არის PSV K გაყოფილი M-ზე. მეორე სრულ ომეგა არის 2π ნიუ, ანუ შეგვიძლია დავწეროთ, რომ 2π ნიუ არის PSV K გაყოფილი M-ზე და აქედან გამომდინარე ნიუ არის 1 შეფარდებული 2π-ზე PSV K გაყოფილი M-ზე. აი აქედან გამოთვლით ამ ამოცანას. 952. იპოვეთ ტვირთის მასა, რომელიც 250 ნიუტონი გაყოფილი მეტრზე სიხისტის ზამბარაზე 16 წამში 20 რხევას ასრულებს. ჩავწეროთ მოცემულობა, K არის 250 ნიუტონი გაყოფილი მეტრზე, დრო არის 16 წამი, რხევათა რიცხვი N არის 20 და უნდა ვიპოვოთ ასეთი ზამბარაზე დაკიდებული ტვირთის მასა. M არის კითხვის ნიშნის ტოლი. ახლა შეგახსენებთ, რომ აი ამ მონაცემებიდან, ესე იგი, თუ თქვათ T დროში სხეული N რხევას ასრულებს, ერთ რხევას შეასრულებს პერიოდში. ზუსტად იმიტომ, რომ პერიოდის განმარტება ეს არის ის დრო, რა დროშიაც სხეული ერთ რხევას ასრულებს. ასე რომ T იქნება T პატარა გაყოფილი N-ზე. ამდა შეიძლება თქვა თუ დავგვჭირდა სიხშირე, ნიუ არის 1 შეფარდებული პერიოდზე. ჩვენ წაღან გამოიყვანეთ სიხშირის ფორმულა. სიხშირე იყო 1 შეფარდებული 2π-ზე PSV K გაყოფილი M-ზე. აქედან პერიოდი იქნება ამის შებრუნებული სიდიდე, ესე იგი 2π PSV M გაყოფილი K-ზე. პერიოდი ნაპოვნი გვაქვს აი ამ ფორმულიდან და აქედან მასა შეგვიძლია ვიპოვოთ. ამიტომ ამისათვის ორივე მხარე ავიყვანოთ კვადრატში. T კვადრატი არის 4π კვადრატი M გაყოფილი K-ზე. აქედან M ტოლი არის T კვადრატი გაყოფილი K-ზე, ესე გამრავლებული K-ზე შეფარდებული 4π კვადრატი. სადაც პერიოდის მაგივრად ავიღებთ T პატარა გაყოფილი N-ზე. აი მე დავადგენთ ესე იგი მასას. 953. რამდენჯერ შეიცვლება რესორებიანი ავტომობილის რხევის სიხშირე, თუ მასზე დავდებთ ტვირთს, რომლის მასა ცარიელი ავტომობილის მასის ტოლია. რესორებიანი ავტომანქანა ეს თქვათ რესორები მოქმედებს როგორც ზამბარა რა, შინაარსობრივად, ესე იგი წარმოიშვება დრეკადობის ზალა და ამის ხარჯზე, ესე იგი მცირდება, ესე იგი უფრო ადვილი არის მანქანის მოძრაობა, ესე იგი აკრობს, ესე იგი ამ რხევებს. ესე იგი სიხშირე
მოიცემა ფორმულით 1 შეფარდებული 2 π-ზე ფესვი k გაყოფილი m-ზე. თქვათ ეს არის ცარიელი მანქანა. მისი სიხშირე აღნიშნოთ ნ1-ით. ეხლა როდესაც მანქანაზე დავდებთ იგივე მანქანის მასის მქონე ტვირთს, მაშინ სიხშირე ნ2-ისთვის შეგვიძლია დავწეროთ 1 შეფარდებული 2 π-ზე. სიხისტე ამით არ შეიცვლება, იმიტომ რომ რესორები არ შეცვლილა, მასა გაიზრდება ორჯერ 2m. აქედან ნ1 რო გავყოთ ნ2-ზე, გვექნება კვადრატული ფესვი 2m შეფარდებული m-ზე. m-ები გაიკვეცება და გვექნება ფესვი 2. ეს იგი ნ2 ტოლი იქნება ნ1 შეფარდებული ფესვი 2-თან. რეზინის გრძელ ზონარზე დაკიდებული ტვირთი ირხევა T პერიოდით. რამდენჯერ შეიცვლება რხევის პერიოდი თუ ზონარს მთელი სიგრძის 3/4-ს ჩამოვჭრით და დარჩენილ ნაწილზე ჩამოვკიდებთ იმავე ტვირთს. მოცემული არის რეზინის ზონარი, რომელზედაც ტვირთი კიდია და რომლის რხევის პერიოდი T არის და რეზინის ზონარის სიგრძე არის L. ეხლა ჩვენ გვითხრეს, რომ ეს რეზინის ზონარი დაამოკლეს, ეს იგი დელტა L არის 3/4 L მოაჭრეს, ეს იგი დარჩება 1/4 L. და რისი ტოლი იქნება ეს ახალი პერიოდი, T პირველი რისი ტოლი არის. გავიხსენოთ, რომ პერიოდი მოიცემა ფორმულით, ეს იგი 2π ფესვი m შეფარდებული k-ზე. ეხლა რაც შეეხება სიხისტეს ეგეთი ფორმულა აქვს, ეს იგი რაღაც პროპორციულობის კოეფიციენტი S შეფარდებული L-თან, სადაც S არის ზონარის ან ზამბარის განიკვეთის ფართობი, L არის ზამბარის ან L-ის ან ზონარის სიგრძე. ასე რომ დავწეროთ, ეს იგი საწყისი იქნება 2π ფესვი m k პირველზე, თქვათ k-ზე მოდი ესე იყოს და T პირველი იქნება 2π ფესვი m k ერთზე. რო შევაფარდოთ, ახლა T გავყოთ T პირველზე, გვექნება 2π ფესვი m k-ზე შეფარდებული 2π ფესვი m k ერთზე. ესენი გაიკვეცება m-ები და გვექნება ფესვი k1 k-ზე. ეს იგი T გაყოფილი T ერთზე, გვექნება ფესვი k1 შეფარდებული k-ზე. ახლა მოდით აქ შევიტანოთ k-ს ეს გამოსახულება როგორ არის, ეს მარტო ნივთიერების გვარობაზე არის დამოკიდებული, ეს არის განიკვეთის ფართობი, ეს არის სიგრძე. განიკვეთის ფართობი არ შეცვლილა, ასე რომ k პირველი იქნება S 1/4 L. რატო 1/4 L? იმიტომ რომ 3/4 L მოაკლეს. L1 არის L-ს მინუს დელტა L, ხო? დელტა L 3/4 L არის და დარჩება 1/4. ამიტომ აქ გვექნება k პირველი არის S 1/4 L გაყოფილი S L-ზე. ეს ყველაფერი ფესვის ქვეშ არის. E-ები გაიკვეცება, S-ები გაიკვეცება, L-ებიც გაიკვეცება. ხო, ეხლა აქ გვექნება, ესე იგი, აქ რა დაგვრჩება, ესე იგი, 1/4 გვრჩება, ეს 1/4 ჩამოდის ქვევით მნიშვნელში, მაგრამ მერე ატრიალდება და იქნება ფესვი 4-დან, ანუ გამოგვივა 2 ტოლი. ესე იგი, სიხისტე
გაიზრდება, რადგან სიხისტე გაიზარდა, პერიოდი შეგვიმცირდება. აი ტ პირველი იქნება ტ-ს ნახევარი. აი ესეთი პასუხი გვაქვს. 955 ამოცანა. ეხლა აქ ცდა არის ჩასატარებელი, ამიტომ მოდით ამას გამოვტოვებ. 956. 100 ნიუტონი გაყოფილი მეტრზე სიხისტის ამბარაზე დაკიდებული 1 კილოგრამი მასის ტვირთი ასრულებს რხევებას, რომლის ამპლიტუდა 10 სანტიმეტრია. დაწერეთ ტვირთის მოძრაობის განტოლება x-ის ტ-ზე დამოკიდებულებად, დაწერეთ ფორმულა, რომელიც დრაკადობის ზალის დროზე დამოკიდებულებას გამოსახავს. იპოვეთ დრაკადობის ზალის უდიდესი მნიშვნელობა და მისი მნიშვნელობა 1/6 პერიოდის შემდეგ. იგი სიხისტე მოცემულია არის 100 ნიუტონი გაყოფილი მეტრზე. მასა ტვირთისა არის 1 კილოგრამი. ამპლიტუდა x0-ით აღნიშნოთ. ეს არის 10 სანტიმეტრის ტოლი. უნდა დავწეროთ x-ის ტ-ზე დამოკიდებულების ფორმულა და ვნახოთ დრაკადობის ზალის, ტ-ზე დამოკიდებულების ფორმულას როგორი სახე ექნება. და გარდა ამისა, ჩვენ გვთხოვენ დრაკადობის ზალის მნიშვნელობებს, სხვადასხვა შემთხვევაში. უდიდეს მნიშვნელობას, ესე იგი f დრაკადობის მაქსიმალურ მნიშვნელობას გვთხოვენ და მის მნიშვნელობას f დრაკადობის მნიშვნელობას, როდესაც დრო უდრის პერიოდის მე-6-ს. აი ესეთი ამოცანა გვაქვს. ახლა რხევის განტოლება ვიცით მოიცემა ფორმულით x0 კოსინუს ომეგა t. ან შეიძლება დავწეროთ x-ი არის x0 კოსინუს 2π შეფარდებული პერიოდზე გამრავლებული ტ-ზე. რაც შეეხება სიხშირეს, ან პერიოდს, ესე იგი, ხო, მოდით ესე იგი ომეგა გავიხსენოთ, რომ ომეგა კვადრატი ეგ იყო k გაყოფილი m-ზე. ანუ ომეგა არის ფსვ k გაყოფილი m-ზე. ხო. ეს არის მეორე მხრივ 2π გაყოფილი პერიოდზე. ასე რომ პერიოდის ფორმულა, თუ დაგჭირდა აქედან პერიოდის ფორმულა, ეგ იქნება 2π ფსვ m გაყოფილი k-ზე. ხო, ეხლა ამპლიტუდა ვიცით რისი ტოლიც არის, x-ისთვის გვექნება განტოლება 10, უпросторად მოდით 0,1, ეს მეტრებში გადავიყვანოთ, 0,1 მეტრი არის. 0,1 კოსინუს ომეგას მაგივრად გვექნება კვადრატული ფსვ 100 გაყოფილი 1-ზე და t-ზე. ამიტომ x-ისთვის გვექნება განტოლება 0,1 კოსინუს ფსვ 100-დან 10 არის 10 t. ესეთი განტოლება მივიღეთ. ხო, ეხლა დრაკადობის ზალა, როგორც ვიცით, მოიცემა ფორმულით მინუს k გამრავლებული x-ზე. ასე რომ დრაკადობის ზალის დროზე დამოკიდებულება მოიცემა ფორმულით f დრაკადობის, ამისათვის x-ის მაგივრად ეს განტოლება უნდა შევიტანო. ესე იგი k არის 100 გამრავლებული 0,1-ზე მინუს 10 კოსინუს 10 t. ეხლა მაქსიმალური მნიშვნელობა დრაკადობის ზალისა მაშინ იქნება, როდესაც კოსინუსი 1-ის ტოლია. ასე რომ დრაკადობის ზალის მაქსიმალური მნიშვნელობა ეგ იქნება 10-ის ტოლი. ეხლა გვეკითხებიან დრაკადობის ზალას, როდესაც t არის პერიოდის მე-6. ამისთვის უფრო მოსახერხებელია, რომ ფორმულა დრაკადობის ზალისთვის ჩავწეროთ ესეთნაირად.
მინუს ესე იგი 10 კოსინუს 2π გაყოფილი პერიოდზე გამრავლებული t-ზე. ეს იქნება მინუს 10 კოსინუს 2π გაყოფილი t-დიდზე t მე-6-დი. აქ t-ები გაიკვეცება, იქნება მინუს 10 კოსინუს π მე-3-დი. ამიტომ დრეკადობის ძალისათვის გვექნება მინუს, π მე-3-დი ეს არის 60 გრადუსი, კოსინუს 60 გრადუსზე 1/2 არის, ეს იგი მინუს 5 იქნება. აი ესეთი შედეგები მივიღეთ. ეს იყო 956. 957. თავისუფალი ვარდნის აჩქარების რა მნიშვნელობა მიიღო მოსწავლემ ლაბორატორიული სამუშაოს შესრულების დროს, თუ 80 სანტიმეტრის სიგრძის კანკარამ 3 წუთში 100 რხევა შეასრულა. ესე იგი, ელი იყო 80 სანტიმეტრი, ანუ ეს არის 0.8 მეტრი, და t თუ არის 3 წუთი, ანუ ეს არის 180 წამი, 180 წამში მან შეასრულა 100 რხევა. n უდრის 100. ნუ აქედან რა სიდიდე მიიღო თავისუფალი ვარდნის აჩქარებისთვის. გავიხსენოთ, რომ პერიოდი, მათემატიკური კანკარის რხევის პერიოდი, ეს არის 2π ფესვი l შეფარდებული ჟ-ზე. ეხლა თვითონ პერიოდი არის t გაყოფილი n-ზე. ესე იგი, აქედან შეიძლება დავწეროთ, რომ t გაყოფილი n-დიდზე არის 2π ფესვი l ჟ-ზე. ავიყვანოთ ორივე მხარე კვადრატში, t კვადრატი n კვადრატზე არის 4 π კვადრატი l ჟ-ზე და აქედან ჟ უდრის 4 π კვადრატ l n კვადრატი გაყოფილი t კვადრატზე. აი ესეთი, ნუ აი აქედან გამოვთვლით რა მნიშვნელობაც მიიღო იმ მოსწავლემ. 958 ამოცანა. როგორ შეეფარდება ერთმანეთს ორი მათემატიკური კანკარის სიგრძეები, თუ ერთსა და იგივე დროში ერთმა მათგანმა შეასრულა 10 რხევა, მეორემ კი 30 რხევა. ესე იგი, ჩავწეროთ, რომ t პირველი უდრის t მეორეს და უდრის t-ს. და n პირველი დიდი, ეს არის რხევათა რიცხვი არის 10 სტოლი და n მეორე არის 30 სტოლი. და როგორ შეეფარდება სიგრძეებიო კანკარის, ესე იგი l პირველის l მეორესთან შეფარდებას ვთხოვე. ესე იგი, ისე ვთქვათ, ამ ფორმულებით შეგვიძლია ვისარგებლოთ. ესე იგი, პერიოდი არის 2π ფესვი l ჟ-სთან, პერიოდი არის დრო შეფარდებული რხევათა რიცხვზე, არის 2π ფესვი l ჟ-სთან. მოდით დავწეროთ ორივე შემთხვევისთვის. ესე იგი, t n1-ზე არის 2π ფესვი l1 ჟ-ზე, ხოლო იგივე t დროში მეორემ n2 რხევა შეასრულა 2π ფესვი l2 ჟ-ზე. გავყოთ ეგენი ერთმანეთზე. ნუ აქ t-ები გაიკვეცება, მექნება n2 შეფარდება n1-ზე, უდრის, აქ ჟ-ები გაიკვეცება, ეს 2π-ები გაიკვეცება ფესვი l1 l2-თან. ავიყვანოთ კვადრატში და n2-ის კვადრატი n1-ის კვადრატთან იქნება l1 l2-თან. აი ამ ფორმულიდან დავთვლით სიგრძეების შეფარდებას. 959 ამოცანა. როგორ შეიცვლება კანკარიანი საათის სვლა, ნუ ტემპერატურის აწევისას, t თუ გაიზარდა. მეორე შემთხვევა არის, რომ კანკარა მთაზე ავიტანეთ,
და პოლუსიდან ეკვატორზე გადავიტანეთ. ნუ პოლუსიდან ეკვატორზე. როგორ შეიცვლება პერიოდი? პერიოდი მოიცემა ფორმულით 2π ფესვი ელი ჟესთან. თუ ტემპერატურა გაიზარდა, დაგრძელდება, ესე იგი ელი, სიგრძე გაიზრდება, ამიტომ L გაიზრდება და ამიტომ პერიოდი გადიდდება. თუ მთაზე ავიტანთ, მთაზე Ž შემცირდება. ამიტომ T გაიზრდება. და პოლუსიდან თუ ეკვატორზე გადავიდანთ, როგორც ვიცით, პოლუსებზე ცოტა შებრტყელებული არის დედამიწა. და ესე იგი, პოლუსებზე უფრო მეტი არის თავისუფალი ვარდის აჩქარება. ხო, პოლუსებზე ნაკლებია ვიდრე R-ზე, ეს ერთი ფაქტორი არის, მაგრამ არსებობს კიდე მეორე ფაქტორი. თუ სხეული იმყოფება, აი, როგორც ვიცით, თქვა პოლუსზე, თქვა ეს პოლუსი არის, ხო? ეს სხეული ბრუნვით მოძრაობაში ღებულობს მონაწილეობას. ამიტომ ნახეთ, ამ სხეულზე მოქმედებს სიმძიმის ზალა, ეს რეაქციის ზალა და ამათი სხვაობა ანიჭებს, ესე იგი, ცენტრისკენ აჩქარებას. ამიტომ mg minus n უდრის m ომეგა კვადრატ r-ს. ესე იგი, აქედან n, ესე იგი, სიმძიმის ზალა, n იქნება mg-ს minus m ომეგა კვადრატ r. ასე რომ ეფექტური თავისუფალი ვარდის აჩქარება აქ ყველა ვარიანტში ნაკლები იქნება. რადგან J ნაკლებია, პერიოდი მეტი იქნება. ეს იყო 959 ამოცანა. ხოლო 960. როგორ შეიცვლება ძაბზე დაკიდებული ფოლადის ბურთულას რხევის პერიოდი, თუ მას ქვემოთ ძლიერ მაგნიტს მოვათავსებთ? ახლა აქ ნახეთ რა მდგომარეობა არის, ესე იგი, საქმე ის არის, რომ როდესაც თქვათ აქ ძლიერი მაგნიტი იქნება მოთავსებული ამ ბურთულას ქვევით, ესე იგი, ეს ეფექტურად გამოიწვევს იმას, რომ თითქოს J გადიდდა, იმიტომ რომ დამატებითი ძალა წარმოიშვება მიზიდულობის ზალა. ამიტომ ამ ფორმულის თანახმად T არის 2π ფესვი ელი J-სთან, J გადიდდება და თუ J გადიდდება, ეს ნიშნავს, რომ პერიოდი შემცირდება.